თუ ჰაიმურის ღრუ ჯამრთელია, აი ხო გითხარით, როგორი მიხვდე ჯამრთელია თუ ანთებადი. და თქვათ კბილიან ფესვი გადაგივარდათ, ნახეთ როგორი ვარიანტია. პაციენტს უნდა უთხრათ, რომ ეს კბილიან ფესვი ვერ ამოიღებ ოპერაციის გარეშე. მაგრამ ესეთი ვარიანტია, ჯამრთელია, შეიძლება ეს ფესვი ან კბილი ჰაიმურში დარჩეს, კაფსულა გაიკეთოს, შემოიფარგლება და შეიძლება მთელი ცხოვრება კონდეს და არაფერი, მაგრამ თუ ჰაიმურში ნებისმიერ დროს რამე ინფექცია მივა, მაგალითად კბილებიდან, სისხლიდან გამიგეთ, მაშინ იკრძალა ჩირქოვანი ანთება და მას ოპერაცია დასჭირდება და ამოიღებს. ამას თვითონ პაციენტიც ყვიტავს, რომ შეგიიტყვით, რომ კაი მქონდეს, მაგრამ შეიძლება 10 წელი გავიდეს, 20 და არ დაინფიცირდესო ჰაიმურის ღრუ. გასაგებია? და ესე შეიძლება სიკვდილის მიზეზი არ გახდეს, ანუ 100 წელი იცოცხლოს და ეს იყოს კაფსულაში. მასე კისტებია, რომელიც ჯერ არც დაჩქებულა. გასაგებია? მაგრამ ზოგი არის, რომ იტყვის, არა, არ მინდა აქ მე რაღაცა უცხოა ფსიქოლოგიურად ნერვებს მიშლის, რაღაცა მე არ ვიცი როდის მივა ინფექცია და მაგრამ ჰაიმოროტომია უნდა გაკეთდეს, რომ ეს ამოიღოთ. და როცა ჰაიმურის ღრუ ჯამრთელია, კბილი არ არის გადავარდნილი ან ფესვი, ან გადავარდნილია, მაგრამ ჯამრთელია, როგორ შემიძლია დავხურო. ორი ვარიანტია. ერთი, ნახეთ, გამოვრეცხავ იმ დროს, როცა დავწმდი, რომ გაიხსნა, რითი გამოვრეცხავ, წყალბადით ნემს დავაჭრი, წვეტს, ესე ნემწვეტი არ უნდა, აი ეს ახლა ესე რომ მოვაჭრა წვეტი, რომ იქ ქსოვილებიც არ დააზიანო. გამოვრეცხავ, აი ესე კბილბუდიდან შევალ და გამოვრეცხავ ფიზიოლოგიურით ანტიბიოტიკით. ამის შემდეგ იქვე მოვათავსებ ტამპონს, გრძელწვრილ ტამპონს, რომელსაც იოდოფორმში კარგად გავშლითავ, იოდოფორმი ანთებისას წინააღმდეგ უფხნილია, შევიტან, ჭიდროთ, ანუ კბილბუდე კი არა, ნახეთ 3 სანტიმეტრზე შედიხარ ლამის. დავატამპონებ, ჭიდროთ უნდა ჰაიმური უნდა იყოს, როგორ აგიღოთ, გაჭედილი ამ ტამპონით. სიცარიელე არ უნდა იყოს. სიდიახ ამოსებული და კბილბუდეც, ანუ აქამდე დავატამპონე. მესამე დღეს თუ იოდოფორმი ჩავდე, შემიძლია 2 დღე გააჩერო. რომ მოვა, გამორეცხავ, კიდე ამას ამოიღებ, ხო ამ ტამპონს. კიდე ჩადებ, კიდე და თანდათან რომ ამოწმებ, თუ იქ უკვე შევსება ქსოვილის დაწყებულია, ამ ტამპონს ცოტ-ცოტას თუ არ მოვაკელი, არასდროს არ შეივსება. ცოტ-ცოტას მოვაკლებთ. გავიგეთ? მაგრამ თუ ჰაიმურში ანთება უკვე იყო, ეს არ შეახორცებს. მიხვდი? არაფრით არ შეხორცდება. მეორე ვარიანტი, შემიძლია ესე ტამპონებით კი არა, ერთჯერადაც დავხურო ჰაიმურის ღრუ რა, როცა ვაკეთებ და გამეხსნა იმ დღეს, უღოთ რენტგენი უნდა მომიტანოს. თუ გაიხსნა ჰაიმური, პაციენტს ვეკითხებით, ხომ არ ქონიათ ჰაიმურიტი, ყველა მიცის ხა, ან გამონადენი ცხვირიდან სიმძიმე რაღაცა, ზოგჯერ შეიძლება არა არ დაზუსტებ, მაგრამ აუცილებლად რენტგენზე გადავამოწმებ, ისე ჩარევას აზრი არა აქვს ბავშვებო. ტყილად ტამპონი უნდა თუ არ შეხორცდა და იქ ანთება და არც ნაკერი არ ახორცებს. ეხლა რა შემიძლია გავაკეთო? ნაკერით როგორ? ანუ ჯამრთელი ჰაიმურის ღრუ, როგორ დავხურო? რასპატორით ამოღებული კბილი ხო არის, ხო კბილბუდე, ნახეთ, ლორწოვანი, როგორც კბილს თიშავდით, აი ესე კარგად ვთქვათ, აი ესე წავიღე სასწრისკენ უკაცრად ეს გახილულია ლარსპატორი ღრმად. ანუ ეს ლორწოვანი ავთიშე ძვლისგან, მურჩისგან. ლორწოვანი ქსოვილი, როგორი ქსოვილია, ელას და პინცეტით ესე წამოვიღებ და აქ ნაკერებს დავატებ, ამ კბილბუდეს დავხურებ. მიხვდით? ეს ერთი ვარიანტი. მეორე, შემიძლია ესეთი რაღაც გავაკეთო, სასაზე. ესე ლანცეტით, მოიცა განახებ, ენის მსგავს ვეძახით. აი ნახე, ესე ლანცეტით განაკვეთი გავაკეთე, ესე სასისწვანს, ან სადაც ვარ, რავი, უბრალოდ ხა ირშზე და ფრონტალურზე ჰაიმური ვერ გამეხსნება, მონარებთან. აი ესე გავაკეთე ლანცეტით განაკვეთი, ავიღე ისევ რასპატორი, იმიტომ რომ ამ ძვალს ეს ქსოვილი მინდა რომ მოვაშორო, აი ესე ნახე, გავთიშე, თავისუფლად რო იყოს და არა ძვალზე, ბოლომდე, ენას ხო გავს და ენის მაგვარი დაამსგეს. აი ამ ლორწოვან ქსოვის წამოვიღებ ეს ენასავის და აქ იმასაც რას ნაკერებს დავატებ. მართალია აქ ძვალი დარჩა, მაგრამ ის ლორწოვანი აღდგება. დიახ, რეგენერაციის უნდა. ანუ ეს გადმოვაფარე. მიხვდით?
ნაკერებით შევყოს და დავნიშნავ ანტიბიოტიკს პირის ღრუსწავლებს, მაგრამ ერთი რაღაცა, თუ ჰაიმურში ანთება იყო, მაგიტო არც ამას, არც უბრალოდ რომ ენის მაგვარი კი არა, აგერ კიდეზე გავთიშე ლურწოვანი, სასაზე არ გავაკეთე. გადმოვწიე და ნაკერი დავადე, მოვა პაციენტი გახსნილია ნაკერი, იხსნება, არ ხორცდება. მიხვდით, ყოველ დღე რომ დაადოთ ნაკერები, ყოველ ორ დღეში ის ნაკერი 3 დღეში გაიხსნება. თუ იყო ჰაიმური, გასაგებია, ანუ იმას რადიკალური ოპერაცია სჭირდება. ან ეს ამახსოვროთ. ეხლა რაიმე არის, ესე იგი, თუ გაიხსნა პერფორაცია მოხდა ჰაიმურის ღრუსი და იქ ანთება არ არის, არ გადავარდა კბილი ან ფესვი, ამას ქვია გაურთულებელი. და თუ იქ უკვე ანთება იყო, თქვენ გაგეხსნათ, ან უკვე კბილი ან ფესვი გადავარდა, მართალია ჯანმრთელია, მაგრამ ფესვი და კბილი მაინც იქ თუ გადავარდა, ამას გართულებულს ვეძახით. გაურთულებელია პერფორაცია, თუ არც კბილი გადაგივარდა, არც ფესვი და იქ ანთება არ იყო. გასაგებია ბავშვებო? და საერთოდ ეს პერფორაცია რომ მოხდება, უნდა იცოდე როგორ მიხვდე, შეიძლება უნდა დაფრთხე და ისტერიკაში ჩავარდე და მე პაციენტმა იქით დაგაწყნაროს. ანუ გამოსავალი ყველაზე კაი ვარიანტია თუ იქ ჰაიმურიტი არ არის. მოდი თამთა. მიხვდით ბავშვებო? და ერთი რაღაცაა, პაციენტი ასეთ შემთხვევებში წინასწარ საქმის ყურში ჩააყენე. ზოგჯერ გვითქვას, რომ შეიძლება გაიხსნას და არ გაგხსნიან, იმიტომ რომ მართლა სიფრთხილედ მუშაობ, ზოგჯერ მართლა გაიხსნას შეიძლება, იმიტომ რომ გითხარით რა მიზეზები იწვევს, რომ ის ფსკერი არის ძალიან თხელი, ანთება თუ ადვილად უფრო გათხელებულია, აპექსები მასთან ეს შეხებაშია და ანთები როა იქა ადვილად შეიძლება გაიხსნას. ანუ როგორ ის მაინც უთხარი ლოყა გაბერეო და მიხვდები გაიბერა, არ გაიბერა, ხა სითხეს ნუ მიაწოდებ, უცებ რო არ შეეშინდეს, ხო სწორია. და დააკვირდით სისხლი როგორია. ანუ ეს ყოფილა ყველა უშუალო გართულება, რაც შეეხება მოგვიანებით. აი წავიდა თქვენგან და 1 საათი გავიდა, 2, 3, 5, 2 დღე, 3 დღე, რა გართულება შეიძლება იყოს? ჰემატომა. არ არის ჰემატომა, მაგის გართულება ექსტრაქციის. ამაშია. ექსტრაქციის გართულება ნაკლებად. ეგ უფრო ანესთეზიის გართულება. მოგვიანებითი გართულება არის, მოგვიანებითი სისხლდენა, ანუ მერე დაეწყო, თქო სისხლდენა გააჩნია რა და შეიძლება იყოს ანტიკოაგულანტებზე და ძლიერ, ან შეიძლება იყოს სისხლის რაღაც დაავადებები. ამიტომ იქ სპეციალური მკურნალობა ინიშნება, არის ნემსაზეში რამდენიმე წამალიანი დიცინოლი მაგალითად. ინექცია ნემსი, რომელიც ამ სისხლდენის შესაჩერებლად გამოიყენება. მოგვიანებითი გართულება არის ქვედა ყბის, აი აქ რომელი ნერვი გადის, ქვედა ალვეოლური ნერვი, ან სახის ნერვს, აქ პერიფერიული ტოტები, მამოძრავები. თუ ისინი დაზიანდა ექსტრაქციის დროს ინსტრუმენტით, ანესთეზიას არ გულისხმობს, გამოიწვევს პარესთეზიას, ანუ იმ მიდაბოში რა არის დაბუჟება, ტკივილი, ანთება, გასაგებია ნერვის. ასევე მოგვიანებით გართულება ყველაზე ისეთი არ დამავიდეს, ეს არის ალვეოლიტი. ახე, ალვეოლიტი არის ამოღებული კბილბუდის ანთება. რამ გამოიწვია? ინფიცირება მოხდა. რატო? ყველაზე ხშირად რა გამოიწვევს? ნაკერი არ თქონა დადებული. მაშინ სისხლი არ შედედა და ის არ წარმოიქმნა. არ წარმოიქმნა კოლტი. მე რა გესწავლეთ ექსტრაქციის დროს, თუ არ წარმოიქმნა გვერდები გააღიზიანეთ, ანუ კოლტი უნდა იყოს. ამიტომ კოლტი თუ არ ჩამოყალიბდა, მშრალი ექსტრაქცია ქვია. დიდი ალბათობა ალვეოლიტით მოვა რამდენიმე დღეში. ან იმიტომ ვეუბნები, რომ მექანიკურად არ მოიგლიჯოს ენით, ჯაგრისით. იმ დღეს ცივი, ცხელი რატო არ შეიძლება და 2-3 საათი ჭამა, განაჭამა აკრძალული, კოლტი რომ არ მოწყდეს. ანუ ხშირად ალვეოლიტის მიზეზი ყოფილა, თუ იქ კოლტი არ არის, ან მოწყდა, არ იყო, ან ეს კოლტი მოწყდა. ვითარდება ანთება, მას აქვს ძალიან ძლიერი ტკივილი, პულსირებადი, ბეთქავი, აი გადადის, საშინელი ტკივილი იცის, როგორც პულპიტმა, საფეთქელში, ყურში, კისერში, თავში, ანუ ერთიან. აი აქ ხძილი ლორწოვანი შეშუპებულია, ჰიპერემიულია და რო ჩახედავ აი კბილბუდეს, როგორი ქსოვილით არის, იცი დაფარული, რუხი, ნაცრისფერს რო ეძახი, ანუ ჭუჭყიას რო გავს ცოტა,
აი ესეთი ქსოვილით არის, ანუ გრანულაციური ქსოვილით კბილბუდე. ალვეოლიტის შედეგად, ალვეოლიტის შემთხვევაში რას ვაკეთებთ? არანაირი ნემსები, არანაირი ანტიბიოტიკების შეცვლა მას არ უშველის. ანესთეზია თუ არ გააკეთე, კიდე თითსაც ვერ დააკარებ, ძალიან მყინვარულია, ტკივილია. უნდა გააკეთოთ ანესთეზია და ქირურგიული კოვზით, აი ეს გრანულაციური, აი ესე კარგად უნდა მოფხილოთ, სულ მოაცილოთ კედლებიდან, კბილბუდიდან ეს ანთებადი ქსოვილი. აქაც იოდოფორმიან ტამპონს ჩადებთ. ნუ ახლა იოდოფორმს რატო ამბობ, იცი, არ გეგონოთ რომ მარტო ეს თუ არის შოვება. თუ იოდოფორმი არ აქვს, ანთების საწინააღმდეგო მალამო, მაგალითად სიმპტომიცინი, რა ვიცი რა. ანუ ანთების საწინააღმდეგო მალამო უნდა იყოს, გაჟღინთავ ტამპონს, ჩადებ კბილბუდეში. რა თქმა უნდა, საუბრები ანტიბიოტიკი სჭირდება. მეორე მესამე დღეს იბარებ, კიდე დაამუშავებ ანტისეპტიკით, ისევ ჩადებ, ანუ რო დარწმუნდები, რომ უკვე ეს ანთება ჩაცხრება, მე ეს ტამპონი აღარ სჭირდება. სხვანაირად ალვეოლიც ვერ უმკურნალებ. აი ზოგი არის, რომ ანტიბიოტიკს შეუცვლის. არა, ეს ადგილობრივად თუ არ დამუშავდა ეს კბილბუდე, იმ ქსოვილისგან თუ არ გამოფხიკე, არაფერია, არც ინიექცია ვენაში რო უკეთო, ანტიბიოტიკი მაინც არ ჩაცხრება. შეიძლება მე ანთება ძვალზე გადავიდეს. გასაგებია ბავშვებო. ანუ ალვეოლიტის ყოფილა როგორი გართულება, მოგვიანებითი, როგორც ნერვების არესთეზია, როგორც მოგვიანებითი სისხლდენა უშუალოდ არსებობს და